რა არის სიმაღლეში გასვლის ოპერაცია? ეს არის სპეციალური პროცედურა, რომელიც დამოკიდებული არის ძვლის რეგენერაციის ხარჯზე. ამ დროს ხდება ხელოვნურად გასდა და ეს დამოკიდებული არის კონკრეტულად ორ ძვალზე, წვივის და ბარწაყის ძვალი. ხდება სპეციალურ ადგილას მის გადაჭრა და მერე სპეციალური აპარატის ჩასმით ხდება გასდა. აპარატი შეიძლება ორი სახის იყოს, ეს შეიძლება იყოს გარეთ, რომელიც რკალოვანი ფორმა გააჩნია, ან შეიძლება ჩასმული იყოს შიგნით და დროთა განმავლობაში ყოველდღე 1 მმ დაშორებს ერთმანეთისგან ძვალს, რაც გამოიწვევს, რომ კუნთები ერთმანეთისგან დაშორდეს, მყესებიც დაგრძელდეს და სისხლძარღვებიც გაიწელოს. და ეს პროცედურა დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე გრძელდება. ამის შემდეგ ხდება კონსოლიდაციის, ანუ შეკრულობის ფაზა, როდესაც ახალი ძვლოვანი ქსოვილი წარმოიქმნება. ეს პროცედურა ყველაზე ხანგრძლივი არის და შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. და ბოლოს მოდის რეაბილიტაცია, რომელიც აუცილებელი არის, რადგან უნდა მივაჩვიოთ ჩვენი ორგანიზმი ახალ სიმაღლეს და გავიხსნოთ სიარული. თუ წვივის ძვალზე მოხდა ეს ოპერაცია, შეიძლება გავიზარდოთ 5-დან 7 სანტიმეტრამდე და თუ ბარზახზე მოხდა 6-დან 8 სანტიმეტრამდე. ხოლო სრულად ამ ოპერაციას დაახლოებით 9-დან 1 წლამდე სჭირდება დრო. მაგრამ ამ ოპერაციას მრავალი რისკები გააჩნია. შეიძლება ძვალი არასწორად განვითარდეს, ან გარე ფიქსაცია თუ მოხდება, შეიძლება მრავალი ინფექცია განვითარდეს. ასევე შეიძლება დაზიანდეს კუნთების გაწევების გამო, ასევე სისხლძარღვები და მყესები.